მე ვფიქრობ, რომ უფალმა ამდენი სიცოცხლე იმიტომ მომანიჭა მე, რომ 7 ვიყავი ბავშვობიდანვე, 7 ხასიათი მქონდა და ამ 7-მ განაპირობა ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლე. ეხლა ძალიან დაუძლურდი, მხედველობა დამიქვეითდა, სმენა დამიქვეითდა, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მეხსიერება შემომრჩა. მე მახსოვს მოსწავლეობის წლები. მოსწავლეობა ეს ოქროს ხანა ადამიანის ცხოვრებაში. მერე, რა თქმა უნდა, სტუდენტობაც. და ამაღელვებელია ჩემთვის მოგონება პირველად რომ შევედი გაკვეთილზე როგორც მასწავლებელი. დამხდა თვალხატულა ლამაზი ბავშვები, ისეთი ლამაზი ბავშვები და მათთან ჩატარებული გაკვეთილი მე არასოდეს არ დამვიწყებია და არც დამავიწყდება. გონია თითეული მოსწავლე, რომელიც სად რომელ მერხზე იჯდა, ისიც მახსოვს. მოსწავლეებიდან ბევრი აღარ არის ცოცხალია, მე ვარ და ისინი წავიდნენ. ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს თავისი ერის ისტორია. და მე ვურჩევ ახალგაზრდობას, რომ საქართველოს ისტორია თავის სამაგიდო წიგნებად გაიხადონ და ხშირად იკითხონ იგი. ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ საქართველოს ისტორიული წიგნები. ლევან გოთუას, სანიკიძის და სხვათა ნაწარმოებები და იკითხონ იგი. ურჩევ იყვნენ მიმდევებლები. სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნონ და იღვაწონ იმისათვის, რომ ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს და გამძლეარდეს.